ავტოავარიების შემთხვევები ქვეყანაში ბოლო 6 თვის მონაცემებით საკმაოდ მაღალია. სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი გადასწრება, გზის კანონდარღვევით გადალახვა ყველაზე ხშირი მიზეზებია. სპეციალისტები საკითხის კომპლექსური შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ. გზების გამართულობის შემოწმება, საჯარო წესების გამკაცრება და დახვეწა და ცნობიერების ამაღლებაზე მაქსიმალური მუშაობა. $122 დაღუპული და 2500-მდე დაშავებული. ასეთია წლის ბოლო 6 თვეში მომხდარი ავარიების სტატისტიკა. შემთხვევების მიზეზი სხვადასხვა. განსაკუთრებით ყურადსაღები კი სიჩქარის გადაჭარბება. მეორე პოზიციაზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედ რზოლზე გადასვლა. მესამე კი გადასასვლელებზე გავლა გადასვლის წესის დარღვევა. ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი. ჩატარდა ცნობიერების ამაღლების არაერთი კამპანია. გამკაცრდა კანონმდებლობა, გაიზარდა ჯარიმები, თუმცა გატარებული რეფორმები გამოწვევის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენთან დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და შეადგენს მაგალითად საშუალო რიცხვი 450 ადამიანს დაღუპულს და 1000-ობით დაშავებულ ადამიანს. კომპლექსური მიზეზებია, მაგრამ ძირითადი და მთავარი დარღვევა, რომელიც ჩვენს გზებზე კლავს ადამიანებს და მსოფლიოშიც ძირითადად, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, მაღალი სიჩქარე. ამ მძიმე მოცემულობაში სპეციალისტებს აუცილებლად მიაჩნიათ არსებული კანონმდებლობის აღსრულება და აქტიური საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება. საუბრობენ 2017 წელს ამოქმედებულ ქულათა სისტემის დახვეწის აუცილებლობაზეც. მიაჩნიათ, რომ მასკულიან სისტემაზე ვიდეო ჯარიმებიც უნდა მოქმედებდეს, რადგან საპატრულო პოლიციის ადამიანური რესურსი ყველა კანონდარღვევის გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. სიჩქარის მიმართულებით ვიცით, რომ ვიდეო ჯარიმები არ არის ქულებზე მიბული, შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომლებიც 10,000-ობით დოლარის ჯარიმას იხდიან და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. ამ შემთხვევისთვის ჩვენ გვქონდა რამდენიმე რეკომენდაცია წლების უკან და ეხლაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოხდეს მუშაობა ამ მიმართულებით, რომ რამენაირად მიებას ქულათა სისტემას სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. ამასთანავე პრობლემას ქმნის ის 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობა, რაც არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ არსებობს. ავტობანზე თუ 100-ია დადგენილი, უკვე 125-ით მოძრაობს მაგ ავტომობილები. შესაბამისად, ტარდება კვლევები და იგივე ავტობანთან და სხვადასხვა გზებთან დაკავშირებით. ეს ავტობანები არ არის გათვალისწინებული მაღალ სიჩქარეზე. საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები სიჩქარის რეგულირებასთან ერთად ქალაქში და ქალაქგარეთ ავტოავარიების შემცირების მისაღწევად გზის სახიფათო მონაკვეთების ჯეროვნად შესწავლისა და მათი აღმოფხრის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ამობენ, რომ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ამ კუთხით მუშაობს, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ბათუმში მახსენდება პელაბუსელიძის ქუჩა, ეგრეთ წოდებულ არკასთან, თუ ავწევით 13 ნომერი, სადაც კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, უნდა გადიოდეს ჯგუფი, ხდებოდეს შესწავლა და დაგეგმა, რომ ეს ამ ღონისძიებების შედეგად ჩვენ შევამციროთ საგზაო შემთხვევები. ანუ თუ ჩვენ შავ წერტილებს აღმოვქვით, მინიმუმ მაინც შევამცირებთ ხო საგზაო შემთხვევებს. ამ შემთხვევაში ზოგადი კლება შეიძლება იყოს 25-30%. მიუხედავად ტექინსპექტირების რეფორმისა, პრობლემას ქმნიან ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები. გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევით საგზაო შემთხვევების 30% სწორედ გაუმართავ ტრანსპორტზე მოდის. კანონი ავტოპარკის განახლების მიზნით 10 წელზე მეტი დაძველებით ავტომობილების იმპორტს კრძალავს. თუმცა ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში თვლიან, რომ რეფორმა ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს. მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ავტომობილებზე აქციზის ფასი მინიმუმამდე უნდა შეამციროს, რაც მოქალაქეებს გაუმართავი ავტომობილების ახლით ჩანაცვლების საშუალებას გაუმარტივებს. ეს შეიძლება იყოს არცი გადასახადების შემცირება, 3-4 წელი შეგვიძლია რომ ას მორატორიუმი გამოვაცხადოთ საგადასახადო კუთხით, რომ რაც შეიძლება იაფი ავტობაზრები მონახოთ და გადასახადებით შევმციროთ, რომ ჩვენ მოქალაქეს უთხრათ, რომ აი ამ 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ საშუალება გეძლევათ სახელმწიფოსაგან თუნდაც იაფი კრედიტები და არ ვიცი სხვა პროგრამების მოფიქრება შეიძლება ძალიან ბევრი. და ამის თავარია სახელმწიფოს კონდეს პოლიტიკური ნება. თუ შევცვლით ძველ ავტოპარკს ახლით, რადიკალურად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა ჩვენ ქალაქებში და ქუჩებშიც და ავტოავარიების რიცხვი შემცირდება რადიკალურად.
ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი მაჩვენებელი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მართვის მოწმობის პრაქტიკულმა ნაწილმა რეალურ სივრცეში გადაინაცვლა. თუმცა პრობლემა აქაც რჩება, რასაც ექსპერტთა მოსაზრებით არააკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები წარმოადგენენ. ასევე გამოწვევაა ცნობიერების ამაღლება და იმ პასუხისმგებლობის გათავისება, რომელიც ავტომობილების მძღოლებს აკისრიათ. 90%-ზე მეტი, ანუ ვერ ასწავლის იმ რისკ ფაქტორებს, რაც რეალურად ქუჩაში შეიძლება შეხვდეს. ეს საგზაო საფრთხეობა არ არის მარტო მართვის მოწყობის ტესტების დაზეპირება და სწავლა და ჩაბარება. მე-11-მე-12 კლასელები ამთავრებენ სკოლას, მათ უკვე 17 წლისები არიან და უკვე შეუძლიათ მართვის მოწყობის აღება, შესაბამისად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ის რისკ ფაქტორები, რაც არსებობს გზაზე და სკოლებშიც უნდა ხდებოდეს შესაბამისი ტრენინგების, სესიების ჩატარება მათთვის, რომ აუხსნათ რეალურად გზებზე რა არის რისკ ფაქტორები და რა იწვევს სიკვდილიანობას და დაშავებულობას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ განათლებით ვებრძოლოთ ამ პრობლემას. კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ქუჩებში ავტომობილებით უკანონო მანევრები და რბოლებია. ერთია კანონი და მისი აღსრულება, თუმცა ამასთან ერთად მაგალითად აჭარის საავტომობილო ფედერაციაში უკანონო რბოლების პრევენციის მიზნით შესაბამისი მოედნის მოწყობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა პრევენციულ ღონისძიებას მიესალმებიან, თუმცა კანონის აღსრულება უნდა გამკაცრდეს. აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაცია, რა თქმა უნდა, კვლავაც მიესალმება მსგავსი ტიპის რეგულაციებს, თუმცა ფედერაციაში კვლავაც მოვიაზრებთ იმას, რომ თუ კი რეგულაციები და არსებული კანონმდებლობა არ იქნება მიზანმიმართული დამრღვევი მძღოლის აღმოჩენისა და მისი უმკაცრესად დასჯისათვის, კვლავ გაიზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკები და კვლავ გვექნება სავალალო სიტუაციები. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა, რომლის მიზანია გატარდეს ყველა საჭირო ზომა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ახლო პერსპექტივაში შემცირდეს. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში წელიწადის განმავლობაში 50,000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება.